Hi. ბოლო დროს რა რძეებით შევიძინე, აღმოვაჩინე, რომ საუკეთესო რძე, რომელიც ახლა ჩავასხი არის ეს, იმიტომ რომ შემდეგ ჩემს მაღაზიაში ქვემოთ აღარ იყო. და ვყიდულობდი სხვადასხვა რძეებს და ვაკეთებდი ექსპერიმენტებს და იყო ყველა აბსოლუტურად საშინელი. დღეს ვიყიდე კიდევ ერთი, რომელიც არ ვიცი, ვადაგასული იყო, საშინად აჭრილი იყო თუ რაღაც არ ვიცი. კოშმარი იყო და შემდეგ ისე გამოვიძახე ეს რძე, რომელიც არის სულ გემრიელესი. And what a cute glass. Look at this. What can I do? რაღაცნაირი ამინდია, ცოტა წვიმს, ცოტა ატმის, ყველაფერი ვერ გავუგე. დღეს უნდა შევხვდე ვიღაცას. და თან ძალიან მეზარება, ანუ მართლა ძალიან მეზარება ლაპარაკი და საერთოდ ყველაფერი და ზოგადად ვინმეს რო ხვდები ხოლმე, ყოველთვის ეგეთ განწყობაზე ვარ, რომ აი ძალიან მეზარება, მაგრამ რა აი ეგ ყველაფერი ლაპარაკი რაღაც ტვინი მიფეთქდება. იმისა რომ მეზარება მაინც შევხვდები. თან ბოლო დროს როგორ ხვდებით ადამიანებს? დეითიც არ არის ეს ყველაფერი მოკლედ რა. და ბოლო დროს თუ ხვდები ადამიანებს და რაღაც ისევა რომ აი ძალიან არ მაინტერესებს მაგ ადამიანს მოვეწონები თუ არ მოვეწონები, ოღონდ მართლა, იმიტომ რომ არ ვიცი, მაგ განწყობით ხვდები რა ის ვარ, რაც ვარ და ან სისულელეს ვიტყვი, ან რაღაც და ხშირ შემთხვევაში ვღადაობ ხოლმე და ნორმალურად არაფერს არ ვამბობ და სულ ვიცინი და შესაბამისად შეიძლება იმ ადამიანს ჩემზე დარჩეს ისეთი წარმოდგენა, რომ არ ვიცი, შეშლილია, ან ფსიქოპატია, ან რაღაც. მაგრამ I don't care, you know, ასე რომ აი არ მაინტერესებს და ეგრე მივდივარ საერთოდ ყველგან, თუ მივდივარ და არ მეძარება. და დღესაც ზუსტად მაგ განწყობით ვარ. ამიტომ ეს პირველად არ ხვდები, მეორედ ხვდები. რა ვქნათ, რომ ძალიან გვეზარება ეს ყველაფერი. მე საერთოდ ვინმე გოგოს მართლა მაინტერესებს, აი დეითებზე და რაღაცებზე წასვლა, ანუ სიამოვნებით მიდიხართ? ანუ სადაც არ უნდა შეხვდეთ მოკლედ ამ ადამიანს ეგრე ხვდებით, იმიტომ რომ მე ერთი რომ ძალიან მკიდია და მეორე მეზარება. და მესამე ლაპარაკი თუ დიდხანს გრძელდება, უბრალოდ მინდა რომ ავდგე და წამოვიდე. Let's get up, ხატია, get up. როგორ გავმუქდი თქვენც ხედავთ ხო უკვე ნელა რომ იმასთან შედარებით ვიდრე ჩემი ბუნებრივი კანია ძალიან მუქი ვარ და თან ღადაობ სახეზე ვისვამ ხოლმე მზისგან დამცავს და სახე მაქვს თეთრი და კანი მაქვს შედარებით კი არა ბევრად მუქი. ნიღაბი უნდა დავიდე სახეზე. ეს რა უნდა გავაკეთო, რაც ყველას გვიყვარს. Fucking unboxing! Oh guys! ჩემი ახალი ფრჩხილები არ მიჩვენებია თქვენთვის, ხო? Look at this. ანუ არ არის ულამაზესი საოცრება და it's a definition of swag. Yes. ძალიან მომწონს და ძალიან ლამაზია და მინდა რომ სულ ვუყურო. Of course, I'm cool. მე გამოვიწერე კამარი. ესეთი თეთრი, ძალიან კაი ხარისხია, სხვათა შორის არ მეგონა თუ ესეთი კარგი ხარისხი იქნებოდა. Wow. და ძალიან ლამაზია და დაბალწელიან შარვლებს და საერთოდ ყველა შარვალს ძალიან მოუხდება მოკლედ და თეთრი ძალიან მინდოდა ესეთი ზუსტად ეს რაღაცაები რო ჰქონოდა და ცოტათი განსხვავებული ყოფილიყო ხო და ეს მგონია რომ ძალიან ლამაზი იქნება. Wow. ხო ისეთ რა კაი ხარისხია? It's cool. არ მეგონა ესეთი კაი ხარისხი თუ იქნება. რამდენიმე ადგილიდან ვიწერ ხოლმე და მე რა ერთიანად მოვაქვთ მოკლედ. ჩემი ტელეფონის ახალი кейსი ყვითელ ფერში მინდოდა. ხო და ეს ძალიან კაია და კაი ხარისხია ესეც ძალიან. ეს ფერი ძალიან მომწონს და Yeah, it's good. Woo! I'm just so funny.
რატო ჩამიდე სამხელა ყუთში ერთი პატარა ჩიპი ვინმე ამხსნეს მეხსიერების ბარათი ეს რა მარტო ადაპტერია არ გავაფრინო it just I don't need this shit it's just an adapter what the fuck is that it's all არ მინდა რომ ჩემი ახალი გაფჭებული ფრჩხილები კერძო ჩემი ახალი გაკეთებული ფრჩხილები გავიფუჭო ასე რომ თან მიჩვეულება რომ ყველაფერი ფრჩხილებით უნდა გავკრიჯო და მე მაგის გამო ორ დღეში მიფუჭდება ხოლმე ვერ წარმოვიდგენთ რამდენი ხნის განმავლობაში მინდოდა ვერცხლისფერი საყურეები ესენი და ზოგი ყურს მეღიზიანებს ხოლმე ზოგი რაღაც ხოდა ხა ამას ვნახავ გამეღიზიანებს თუ არა აი ზუსტად იდეალური ზომაა ეს ზომა მინდოდა It's cute. Anu, ძალიან ლამაზია. Mountains. I like it though. მაგრამ წინაზე ხა გაუბნებოდით რომ როუდის ერთ-ერთი ფანქარი, ერთ-ერთი ფერი მოკლედ იყო ჩემი ფავორიტი. ხო და გამოვიწერა ეგ ფერი რომელიც არის twist-ი და twist-ი არის ჩემი ფავორიტი ფერი. აი ყველაზე კარგი ფერია რაც მქონია. კიდეშო ორი მქონდა, მაგრამ ეს ძალიან როგორ მოვაგრეჯე. ეს არის ულამაზესი ფერი. ცოტათი მოშინდის პროა. We're back, baby. We're back. კარგესი არის მართლა. ეს აღარ გვინდა. ამ საყურებს მოყვა თავისი გასაწმენდით და მე ეგრევე გავწმინდე და გავიკეთე გიჟებით რატომღაც. მე არ ამშობს. გამო რომ ასაცმელი არაფერში არ მეტევა და სადმე უნდა წავიღო. გამოვიწერეთ დიდი ჩასადები ამისთვის. ესეთია და ამაში ვდებ ხოლმე რაღაცებს და შემდეგ საწოლის ქვეშ შუ ასრიალებ. ასე რომ ძალიან კომფორტული და კაი არის. იდეაში რასაც ამაში ვდებ ხოლმე შემდეგ იმ დასაცმელებს აღარასდროს აღარ ვიყენებ. ეს იყო მეგობრებო ყველაფერი, ეს იყო ჩემი პატარა unboxing-ი. That was all. It was all. That's all I got. Guys, აბა ვისუნდა ჩემი ადამიანთან მამრობითი სქესის წარმომადგენელთან შეხვედრის ისტორია. რა თქმა უნდა ყველაფერს არა, მაგრამ მოკლედ მოგიყვებით. კიდევ მნიშვნელოვანი დეტალებს მოგიყვებით ამ ყველაფრის შესახებ. First, რაღაც გემოვნებაზე ჩამოვარდა ლაპარაკი, ან რაღაც თქვი გემოვნებაზე და მე ვთქვი რომ ხო, ერთადერთი რასაც არ ვუჩივი არის გემოვნება. ხო და რა მითხრა იცით? შენო დაგიწერდიო 10-დან 7-ან 800. ჯერ ერთი რომ ბიჭს თუ ხვდებით, საერთოდ არ უნდა შეგაფასოთ და პირველად უნდა თქვას, რომ ადამიანებს რაღაც ქულებით არ ვაფასებ. და მეორე 7-ან 8 შუაში რო ვარ, ანუ უკაცრავად ძალიან ცუდი ტონია ეგ და ანუ ვერ ხვდები რატო უნდა უთხრა ადამიანს რომ 7-ან 8-ს დაგიწერ. I'm just so confused. You know, and this is so bad. ჩემი აზრით ეს იყო ძალიან კაი მაგალითი იმის, რომ ადამიანებთან შეხვედრა უნდა შევუწყვეტო. მამრობითი სქესის წარმომადგენლებთან. But that's okay. You know why? That's okay. That's absolutely okay. You know why? Because I like someone.
not you, but I like someone from the past. რომელიც ასევე არ არის ჩემით დაინტერესებული. არ ვიცი მაგას საერთოდ რა ვუწოდო, იმიტომ რომ ეს ადამიანი წარსულიდან არის და როგორც გახსოვთ, მე წინა ვიდეოში, ერთ-ერთ ვიდეოში ვტიროდი, რომ ვიღაცასთან რაღაც ურთიერთობა დავასრულე და არ გამოვიდა და and guess what? He's back. He's back. You know? და მე მარტო მაგ ადამიანზე ვფიქრობ. So, თუ ვინმე შვილთან რით შემაფასებს, get the fuck out of here. და იცით რა არის ყველაზე არ ვიცი ეგ სამწუხაროა თუ რა არის მომენტი, მაგრამ ჩემი მეგობარი წარსულიდან, რომელიც არის ბიჭი, მეუბნება რომ უბრალოდ შეხედეთ რა ლამაზიაო, შენ ფოტოს ვუყურებ და რა ლამაზი ხარო. And I feel like I'm dead. Das ვიღაც მე გაკადრებს იმას, რომ 7-დან 8 შეგაფასებდა. და ზოგადად მე მაქვს ესეთი ბედი, რომ მომწონს red flag-ები და red flag-ებს ვიზიდავ. ისეთი ადამიანები მომწონს, რომლის following-სიას რო ჩამოყვეთ, bitch რომ არ ვიცი, ბიჭი უნდა ეძებოთ, როგორღაც რომ მიაგნოთ და მარტო გოგოები ყავთ და მილიონ ადამიანს წერენ კიდევ შენს გარდა, მილიონ ადამიანს რაღაც ისურელებს აუბნებიან და ასე შემდეგ და მე ზუსტად ამ მილიონში შევდივარ მათთვის. არ ვიცი, ეგ ბედია, ანუ ცხოვრება მიმზადებს მაგ ყველაფერს, რომ შემდეგ ვინმე კარგს შემახვედროს. თუ მე ვირჩევ ეგეთ ადამიანებს. მაგრამ ის ურთიერთობა და ზოგადად ის ადამიანი იმდენად მომწონდა და იმდენად ახლო იყო ჩემთვის, რომ ეხა ვინმე 7-ს დამიწერს თუ 8-ს დამიწერს თუ 10-ს დამიწერს, უკვე აზრი აღარ აქვს, მაგრამ როცა ბიჭი ხარ და ელემენტარული ადამიანს ისაუბრები, ჩემი აზრით იმდენი კულტურა უნდა გქონდეს, რომ ვინმეს არ უთხრე 7 ან 8 ხარ. You know what, bitch? I am fucking cool. I am fucking niche. I'm fucking cool. And you're telling me what? ვიღაც მეუბნება 7-დან 8 ხარო, როცა შენთვის არაფერს არ აკეთებს ხვდებით, არ გეგმავს ან დეიტს, ან არ გეგმავს, რა ვიცი, ერთ ვარდს არ გჩუქნის, საერთოდ არაფერს და ვიღაც ამას გეუბნება და მე იცით რა შემიძლია, ანუ დავუწერო მის გემოვნება, ანუ მინუსებშია სადღაც, ანუ არ ჩანს. Okay, I'm angry. I'm fucking angry. I just need to go. So, I was talking about him. რას ვამბობდი საერთოდ? რაღაცეების თქვა მინდა ხოლმე და შემდეგ მავიწყდა. So, you're gonna listen to me. You're gonna work, okay? და მომისმინეთ, ვისაც ეს გჭირდებთ. როდესაც ვინმე და განსაკუთრებული ბიჭი ცდილობს, რომ თქვენ საკუთარ თავში ეჭვი შეგეპაროთ და უფრო დაბალ დონეზე ჩამოყავხართ, დაიმახსოვრე, რომ you are fucking cool, fucking amazing, fucking beautiful. და ის ვერასდროს ვერ იქნება შენს level-ზე. და იცი რატო ამობს ეგეთ რაღაცებს, იმიტომ რომ შურს. So, bitch, fuck him. Like, everyone, who cares? რატო უნდა ინერვიულო ვიღაცაზე, რაც შენზე ძალიან დაბლა დგას? Fuck them. You're cool. მე გავიაზრე და ესეთ რაღაცებზე მართლა აღარ ვდარდობ. ნერვები მეშლება, მაგრამ იცი რა, მე ვიაზრებ, რომ fuck, I'm cool. ანუ ძალიან კაი ტიპი ვარ, ხიარული ვარ. იმ ყველასგან განსხვავებით, ვის წოდეს მე შევხვედრი ვარ და არ ჩავხვდები. ხიარული ვარ.
გაცინება შემიძლია ადამიანების ლამაზი ვარ ძალიან ნიშ ვარ ძალიან I have a swag as he's into feminine people and I have a swag and I prefer swag than the feminine energy so because he's into girls who has no swag it's rare თან ისიც მკიდია ადამიანს შევხვდები თუ არ შევხვდები და თუ შევხვდები ან თუ მეტყვის რომ შევხვდეთ იცი რა კიდე შევხვდები იმიტომ რომ უკვე მკიდია I want უბრალოდ გართობა მინდა და გავერთობი გართობაში უგულისხმობ ხადაობას შეიძლება რაღაცები პირდაპირ არ უთხრა ამ ადამიანს მაგრამ გულში ვეღადავებ და სარკასტულიც ვარ ხოლმე ასე რომ ზოგი ამ სარკაზმს იღებს ზოგი ვერ იგებს ბუტია ადამიანებსაც ვერ ვიტან ბოლოს ვიღაცას ვუთხარი თან მე ვარ ზოგჯერ ისეთი ადამიანი რომ ვარ ძალიან პირდაპირ და რაღაცებს პირდაპირ ვამბობ ზოგჯერ კარგია ზოგჯერ ცუდია იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში რაღაცაზე რომ ვღადაობ ან პირდაპირ ვარ ძალიან ზედმეტი მომდის ხოლმე ასე რომ ბოლოს ვიღაცას ვუთხარი your dick you know გამებუტა boy come on თუ გეუბნები ამას ესე იგი ეგრეა there is no other way ჩემი რჩევა რავი რაც შეიძლება მე ადამიანს შევხვდით და მე ადამიანს მიწერეთ girl fuck them all თუ ორ ადამიანს წერ მესამე დაამატე სამ ადამიანს წერ მე ოთხე მეხუთე დაამატე who cares everyone is the same ასე რომ ამ ადამიანებს შორის შემდეგ რაცი თუ ასერჩევად გექნება საქმე ამოარჩიე ყველაზე სიმპათიური so yeah you know life is like that რაღაცები სერიოზულად არ უნდა მივიღოთ okay ძალიან კარგი ხასიათზე ვარ და მგონია რომ მე რო კარგი ხასიათზე ვარ თქვენც კარგი ხასიათზე ხარ და კარგი ხასიათზე გაყენებთ ასე რომ არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა ვიდეოს დალაიქება და თუ შესაძლებელია გადააზიარეთ გადაუზიარეთ მეგობრებს ნაცნობებს ნაცნობს ოჯახში ყველას და ყველას და subscribe-ბინეთ ჩემი არხი აი იცით როდის ვიქნები ძალიან ბედნიერი ჩემს edit-ებს რომ ვნახავ TikTok-ზე და თუ ვინმე ოდესმე მაგ edit-ს გააკეთებს და ვერ ღირსები სიცოცხლეში იმას რომ ჩემი edit-ი ვნახო მე მომნიშნეთ TikTok-ზე და არ ვიცი აი მაშინ ვიქნები უბედნიერესი ადამიანი I go now იმედი მაქვს მოგეწონოთ ვიდეო და კოცნით ბერს და იმედი მაქვს იხალისეთ you know და თუ ამ არხს გამოიწერთ უამრავ მხიარულ და საინტერესო ამბებს მოგიყვებით უფრო დაწვრილებით რა თქმა უნდა bye love you all